ერთგული ხარები. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი გლეხი კაცი. ყავდა ცოლი და ერთი ძროხა. შვილი არც ცოლს უჩდებოდა და არც ძროხას. გავიდა 9 თვე. დედაკაციც ლოგინზე დაწვა, ძროხასაც მუცელი ასტკივდა. კაცი მელოგინე ცოლს დასტრიალებდა თავს და ძროხას ყურადღება ვეღარ მიაქცია. ცოლს ბიჭი ეყოლა. ძროხა კი, რაკი კაცმა ყურადღება ვერ მიაქცია, გაწყდა და სახლიდან გაიპარა. ერთ ტრიალ მინდორზე გავიდა. ლელიანი ადგილი მონახა და ხბო იქ მოიგო. მეორე წელიწადს მეორე მოიგო. მესამე წელიწადს მესამე. ხბოები დაიზარდნენ და იმათაც მოიგეს ხბოები. ასე რომ 15 წლის მანძილზე ამ ძროხის მონაგარი 30 სული შეგროვდა. მონაგარს თვითონ დედაფური მიუძღოდა მუდამ წინ და მინდორში თავისუფლად დააბალახებდა. ისეთი ავები იყვნენ, რომ მათი შიშით იმარე-მარეში ვერც ნადირი და ვერც კაცი ვერ გაიჭაჭანებდა. თუ რომელიმე ნადირი ან ადამიანი გაბედავდა და მიუახლოვდებოდა, დედაფური ბღაველს ასტეხდა. მოზურები და დეკეულები კუდებს აიშვერდნენ და რქებ-წაწვდილები მიესეოდნენ. ჯერ რქებზე აიცვამდნენ, მერე შესდგებოდნენ ფეხებით და ნაბადივით გასთელავდნენ. მათი ადგილსამყოფელი სოფელში ერთი მონადირის მეტმა არავინ იცოდა. 15 წლის მანძილზე ის ბიჭიც გაიზარდა და კარგი თვალად ტანადი ვაჟკაცი დადგა. ერთ დღეს ბიჭი თავის ტოლებში იდგა და კოჭს თამაშობდა. ამოიარა ამ დროს მონადირემ და ბიჭს უთხრა. სირცხვილი არ არის? შენ აქ კოჭს თამაშობ და თქვენი ძროხები კი მინდორში უპატრონოდ დადიან. ბიჭს ძალიან გაუკვირდა მონადირის ნათქვამი. თუ მართლა გვყავს ძროხები, რატომ დედას ან მამას ერთხელ მაინც არ უთქვამთო? დაანებად კოჭაობას თავი, წავიდა შინ და დედას ჰკითხა. დედი, ჩვენ ძროხები გვყავს? არა, შვილო, ვიგითხრა. ჩვენ არც ძროხები გვყავს და არც ცხვრები. ღარიბ ხადაკი ხალხი ვართ. ბიჭი დაეჭვდა. მაშ მონადირე ტყუილად რადმეტყოდაო და დედას სთხოვა. მოდი, ძუძუ მომაწოვე. დედამ უარი უთხრა. რაღა დროს შენი ძუძუ სწოვაა, შვილო? 15-16 წლის ვაჟკაცი ხარ. მაგრამ ბიჭი არ მოეშვა და დედაც დათანხმდა. ბიჭმა ჩაიდო თუ არა პირში ძუძუ, მაშინვე კბილები მოუჭირა და უთხრა. სიმართლე მითხარი, გვყავს თუ არა ძროხები, თორემ ძუძუს მოგაკვნიტავ. დედა შეეშინდა და გამოუტყდა. ყავდა, შვილო, ერთი ძროხა. შენზე რომ ვლოგინობდი, ძროხასაც მშობიარობა დაეწყო. მამა შენმა ყური ვეღარ მიუგდო. ძროხას ერწყინა და სახლიდან გაიქცა. ახლა თურმე იმ ფურის მონაგარი 30 სული გამხდარა. მინდორში თავისუფლად დაბალახობენ და სიახლოვეს ძეხორციელს არ იკარებენ. ბიჭი იმავე დღეს მივიდა მონადირესთან და სთხოვა სანადიროთ რომ წახვალ მეც წამიყვანე და ის ჩვენი ძროხები მაჩვენეო. მონადირე დათანხმდა. ხვალ სწორედ იმ მხარეს მივდივარ და თუ წამოსვლა გინდა, დილაუთენია სოფლის ბოლოს დამელოდეო. გავიდა ბიჭი დილით სოფლის ბოლოს და მონადირეს დაელოდა. მალე მონადირეც მოვიდა და გაუდგნენ გზას. მინდორში რომ გავიდნენ, მონადირემ უთხრა ბიჭს. ახლა შენ მარჯვნივ წადი, გაჰყევი ამბილიქს და სადაც ხშირლელიან ადგილს დაინახავ, თქვენი ძროხები სწორედ იქ იქნებიან. ოღონდ ძალიან ფრთხილად მიდი, თვალი არ შეგასწრონ, თორემ ცოცხალი ვერ გადაურჩები. ბიჭი გამოემშვიდობა მონადირეს და ნასწავლი გზით წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს გავიდა ლელიან მინდორში. ლელიანში გაშლილი ნახირიც დაინახა. ბიჭი შედგა და დაფიქრდა, მივიდე თუ არ მივიდეო. რაც მომივაო, თქვა ბოლოს და პირდაპირ წავიდა ნახირისკენ. დაინახეს მოზრებმა და დეკეულებმა და კუდები აპრიხეს. რქები წინ წაიშვირეს და ბიჭისკენ ბღავილით გამოქანდნენ, მაგრამ ნახირს დედაფური გადაუდგა წინ. ბიჭს ზედგა და ეფარა და შვილებს და შვილიშვილებს უთხრა. ეს ბიჭი ჩვენი პატრონია და არაფერი დაუშაოთ. დეკეულები და მოზრები განზე გადგნენ. დედაფორმა ბიჭი ალოკა და ჰკითხა. ამ მარე-მარეში ჩვენი შიშით ლომსა და ვეფს ვერ გაუჭაჭანებია და შენ როგორ გაბედი აქ მოსვლა? გავიგე, ჩვენები ყოფილხართ და საპატრონოს წამოვედი. უთხრა ბიჭმა ფურს. კარგია რომ მოგძებნე, მაგრამ ჩვენ პატრონობა არ გვჭირდება. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს მონაგარს არაფერს გაუჭირვებ. მერე თავის თავს თვითონაც მოუვლიან.
ახლა შენ ორ სახარეხბოს მოგცემ. გაზარდე, კარგად მოუარე. პირუტყვთან მამაშენივით უმადური ნუ იქნები და სიკეთეს 10 მაგად გადაგიხდიან. როცა დაიზრდებიან 12 უღელი ხარკამეჩი ზღონე ექნებათ და მათ პატრონს ცხოვრება არ გაგიჭირდება. გამოირეკა ბიჭმა ხბოები. მოვიდა შინ და დაუწყო ერთგული მოვლა და მზრუნველობა. დაიზარდნენ ხბოები და 3 წელიწადში ისეთი ხარები დადგნენ, რომ კაცის თვალი უკეთეს ვერაფერს ნახავდა. ბიჭმა გამართა გუთანი, ურემი და ისე გამდიდრდა, რომ ბევრ შეძლებულ ოჯახებს გაუსწრო. შორს გავარდა ხარების ქების ხმა. მთელი სოფელი სულ ბიჭის ქედმადლიან ხარებზე ლაპარაკობდა. ხარების ქებამ ბოლოს ერთი მდიდარი ქოსას ყურამდეც მიაღწია. ქოსას შური აღეძრა გულში და გადაწყვიტა მათი ხელში ჩაგდება. ერთ დღეს მივიდა ბიჭთან, ჯერ ხარები უქო და მერე უთხრა. შენ კარგი ხარები ყავს, მე ლამაზი გოგო, მოდი დავნაძლევდეთ. ერთ მინდორს გაჩვენებ და თუ იმ მიწას შენი ხარებით ერთ დღეში მოხნავ, ჩემი ლამაზი გოგო შენი იყოს. თუ ვერა და ხარები მომეცი. ბიჭი იცნობდა ქოსას გოგოს და გუნებაში კიდევაც მოსწონდა. ალბათ ჩემს ბედზე ყოფილა გაჩენილიო, თქვა გულში და დათანხმდა. თან ხარების იმედიც ჰქონდა. განა რამოდენა უნდა იყოს ის მინდორი, რომ ჩემს ხარებს იმისი მოხნა გაუჭირდეთო. წაიყვანა ქოსამ ბიჭი. ერთი ტრიალი მინდორი დაანახვა და უთხრა. ეს ვაკე ერთ დღეში მთლიანად უნდა მოხნაო. ბიჭმა გახედა მინდორს სიგრძე სიგანეზე და გულს ელდაეცა. იმოდენა მინდორს კაცი დოღის ცხენით ვერ შემოუვლიდა და უღელ ხარს როგორ უნდა მოეხნა. მაგრამ რას იზამდა, სიტყვას ხომ ვერ გადავიდოდა. წავიდა შინ დაღონებული. ხარებმა მოწყენა შეატყვეს და შეეკითხნენ. რა იყო ჩვენო პატრონო, რა დახარ დაღონებული? ჩემო ერთგულებო, ამოიოხრა ბიჭმა. დღეს კი ვარ თქვენი პატრონი, მაგრამ ხვალიდან სხვა გეყოლებათ. და ხარებს ყველაფერი უამბო. ხარებს ბიჭი საწუხარი, სასაცილოდაც არ ეყოთ. მაგაზე როგორ წუხარო, უთხრეს ბიჭს. ნუ გეშინია, შენ მარტო გუთანს მოჰკიდე ხელი იმ მინდორში გაგვიყვანე და დანარჩენი ჩვენ ვიცითო. ბიჭს გული მოეცა, იქნებ მართლა არ გამწიროს ღმერთმაო და მეორე დღეს დილიდანვე შეუდგა ხვნას. გადიან და გამოდიან ხარები ქშენით. გადის კვალი კვალზე და მინდორი თანდათან შავ ფერში იძირება. ჯერ შუადღეც არ იყო, რომ ბიჭმა თითქმის მთელი მინდორი გადახნა. რამდენიმე კვალიღა დარჩა გასატანი და საქმესაც დაამთავრებდა. ამ დროს მოვიდა ქოსა. გახედა ნახნავს და მიხვდა, რომ სანაძლეოს აგებდა. თუ რაღაც ხერხი არ ვიხმარე, ცუდად არის ჩემი საქმე. თქვა გულში და საჩქაროდ უკან გაბრუნდა. ცოლს კარგი სადილი მოამზადებინა. სუქანი დედალი, გამტკიცული შოთები, 2 ხელა და ღვინო და უთხრა. წაიღე ეს საჭმელ სასმელი და მინდორში რომ ბიჭი მიწას ხნავს, იმასთან მიიტანე. გაუშალე სუფრა და ეცადე, რომ ეს ღვინო მთლიანად დალევინო და დაათრო. გადაიკიდა ცოლმა ხურჯინი და მივიდა ბიჭთან. გაუშალა ხელდახელ სუფრა და ბიჭს უთხრა. შვილო, შრომა კარგია, მაგრამ არც ასეთი თავგადაკლული ვარგა. თუ შენი თავი არად მიგაჩნია, საქონელი მაინც შეიცოდე. რაღა დაგრჩა, 1-2 კვალიყა გაქვს დარჩენილი. მოდი, ისადილე, ხარებიც დაისვენებენ, ბალახს მოძოვენ და მერე უფრო მალე გამოხნავ. ბიჭმა გახედა მინდორს, ახედა მზეს, მოსახნავი მართლად ძალიან ცოტაღა დარჩენოდა. მზეც ჯერ მაღლა იდგა. მოვასწრებო, გადაწყვიტა გულში, ხარები გამოუშვა და თვითონ სუფრას მიუჯდა. ქოსას ცოლი ღვინოს და საჭმელს უმარჯვებდა და ბიჭიც მადიანად შეექცეოდა. ორივე ხელადა რომ გამოცალა, ძილი მოერია. ქოსას ცოლმა უთხრა. არა უშავს, ცოტა ხანს თვალი მოატყვე და ზის ჩასვლამდე მე გაგაღვიძებ. დაუჯერა ბიჭმა და დაიძინა. ქოსას ცოლმა წამოკრიფა საჭმლის ნარჩენები, ჩაყარა ხურჯინში და ცუხცუხით გაუდგა შინისკენ გზას. დარჩა მძინარე ბიჭი, მზე გადავიდა, საცა უნდა ჩავიდეს. ბიჭი კი გულარხეინად ხრინავს. შეწუხდნენ ხარები, დაადგნენ თავზე მძინარე პატრონს და დაჰბღაოდნენ, მაგრამ ვერ იქნა და თვალი ვერ გაახელინეს. ბოლოს ერთი ხარი დაწუდა და მხარზე უკბინა. ბიჭს კბენა ემწარა და წამოხდა. მოიფშნიტა თვალები, გახედა მზეს და შემოიკრა თავში ხელი. ვაი, ეს რა მომსვლია?
ერთი სადილის გულისთვის თავი როგორ დავიღუპე? ნუ გეშინია, ჩქარა გუთანი გამართე. უთხრეს ხარებმა, შეუბერეს მზეს და ისევ შუაცაზე გამოაგორეს. ბიჭმაც გამართა გუთანი და დარჩენილი მინდორი მზის ხელახლა ჩასვლამდე მთლიანად გამოხნა. წამოვიდა გახარებული ბიჭი და ქოსას უთხრა. ხომ მოგიგე სანაძლეო და პირობაზე როგორ ახარ? ქოსამ შარი მოუდო. ნათქვამია, სანაძლეო ორჯერ უნდაო. ბიჭი ამაზეც დათანხმდა. იყოს ნება შენი, თქვი და მზადა ვარ. წაიყვანა ქოსამ ბიჭი თავის კალოზე. მიიყვანა ერთი ბზით სავსე მთის ტოლა საბძელთან და უთხრა. თუ შენი ხარები ერთ ღამეში ამ მზეს მთლიანად შეჭამენ, მოგებული იქნები და პირობას აღარაფერი დაუდგება, ხოლო თუ ვერა, მაშინ ხარებს გამოეთხოვე. ბიჭი ახლა უფრო დაღონდა. ამოდენა ბზეს სამი სოფლის ნახირი ვერ მოერევა და მარტო ჩემმა ხარებმა ერთ ღამეში როგორ უნდა შეჭამონო. წამოვიდა შინ და მოვიდა ხარებთან კრიჭა შეკრული. შეატყვეს ხარებმა დანაღვლიანება და კითხეს. რაზე ხარ ასეთი დაღონებული, ჩვენო საყვარელო პატრონო? განა ისეთი რა მოხდა? ჩემო ერთგულო მეგობრებო, ოხრით მიუგო ბიჭმა ხარებს. ის მოხდა რომ ხვალიდან თქვენს თავს წამართმევენ და სხვა დაგეპატრონებათ. და წვრილად უამბო ქოსამ რა სანაძლეოდ დაუდო. ნუ გეშინია, მაგასაც შევძლებთ. კვლავ ანუგეშეს ხარებმა. შენ მარტო ქოსას უთხარი, საბძელს სახურავი მთლიანად მოხადოს და გვერდებით შემოაცალოს და მერე ჩვენ ვიცით. წავიდა ბიჭი გახარებული და უთხრა ქოსას როგორც ხარებმა დაარიგეს. ქოსამ მოხადა სახურავი საბძელს, გვერდებით შემოაცალა და ბზის ზვინული მთლიანად გააშიშვლა. დაღამდა თუ არა მორეკა ბიჭმა ხარები ბზესთან და თვითონ შორი ახლოს წამოწვა. შუაღამემ რომ მოატანა, სოფელმა დაიძინა და ირგვლივ ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. წამოდგნენ ხარები, მოუარეს საბძელს ქვედა მხრიდან. ერთი ძლიერად შეუბერეს და მთელი ბზე ცაში გაფანტეს. მერე ბიჭს უთხრეს, წადიდა ქოსას უთხარი, ის ერთი საბძელი ბზე არ ეყოთ და კარგსიზამ თუ თითო გოდორს სადილადაც გაუგზავნითქო. გათენდა დილა, გამოვიდა ქოსა და ნასაბძლარიც კი ვეღარ ინიშნა. ის ადგილი კალოსავით იყო დაგველ დასუფთავებული. ჩანდა ბასამათი თავი, ხარები კი არა ქაჯები ყოფილან. ჩაილაპარაკა თავისთვის და ბიჭს მესამედაც უშარა. ღმერთი სამობით არის, თუ მესამედაც მომიგებ, ღმერთთანაც და კაცთანაც მართალი იქნები და ვეღარც მე შეგედავები. თუ არა და ხარები უნდა დათმო. რა უნდა ექნა ბიჭს, ამაზეც დაჰყაბულდა და ქოსას უთხრა, ბრძანე რას ამთხოვ სანაძლეოდ და მზადავარო. ქოსას ერთი უხედნელი აჯილღა ჰყავდა. ისეთი გადარეული ცხენი იყო, რომ კაციშვილი სიახლოვეს ვერ ეკარებოდა. რამდენმა კარგმა მხედარმა სცადა მასზე შეჯდომა, მაგრამ ცხენმა ყველა ჩამოაგდო და ფეხით გათელა. გამოიყვანა ქოსამ ცხენი და ბიჭს უთხრა. თუ ამ ცხენზე შეჯდები და სოფლის თემშარაზე სამჯერ ატარ ჩამოატარებ, ხომ კარგი მოგებული იქნები. თუ არა და იცოდე, პირობაა და მეც ჩემი უნდა ჩავიბარო. წამოვიდა ბიჭი შინ დაღონებული. იცოდა თვითონ რა მხედარიც იყო და ქოსას გიშ ცხენსაც კარგად იცნობდა. როგორ უნდა შევჯდე მე, როცა საუკეთესო მხედრები ვერაფერს გახდნენო, ფიქრობდა გულში. თანაც ეს ისეთი დავალება იყო, რომ მარტო თვითონ უნდა შეესრულებინა და ხარები ვეღარაფერს უშველიდნენ. მივიდა შინ და თავისი გასაჭირი ხარებს შესჩივლა. ვიცი, ხვალიდან ერთმანეთს ვეღარ ვიხილავთ. მე ცხენი მომკლავს და თქვენ კი ქოსა დაგეპატრონებათ. უთხრა და თვალებიდან მდუღარე ცრემლი გადმოსცვივდა. ჩვენც თან წაგვიყვანე, როცა ცხენს გამოგიყვანენ, გვერდით გვიყოლიე და იმ ცხენს ჩვენ დავიურვებთ. წავიდა დილით ბიჭი ქოსასთან და თავისი ხარებით თან წაიყვანა. გამოიყვანეს ცხენი თავლიდან. აქეთ-იქიდან 4-4 კაცი ამოს დგომოდა და გაჭირვებით აკავებდნენ. მოუყვანეს ბიჭს და წინ დაუყენეს. ცხენი ყურებს ათამაშებს და თვალებიდან და ნესტოებიდან სულ ნაპერწკლებს აკვეცებს.
ქოსამ ბიჭს შიში შეატყო და გახარებულმა დაუძახა. ჰა, შეჯდები თუ ხარები გავირეკო. ხარებმა ბიჭს უჩურჩულეს. შეჯექი, ნუ გეშინია. ბიჭმა მოიკრიბა გამბედაობა. დასტაცა სადავეს ხელი და თვალის დახამხამებაში ზურგზე მოექცა ცხენს. მეჯინიბეებმა სადავეს გაუშვეს და ცხენმაც დააპირა კამარის შეკვრა, მაგრამ ამ დროს ხარებმა შეუბერეს. მაღლა აატივტივეს და ცხენმა ფეხები ჰაერში გაასავსავა. გადაუჭირა ბიჭმა მათრახი, მაგრამ მიწას მოწყვეტილი ცხენი რაღაც იზამდა. ცხენმა რამდენჯერმე კიდევ დააპირა გაქცევა, მაგრამ რამდენჯერაც გაიწია, ხარებმა იმდენჯერ შეუბერეს და მიწას მოსწყვიტეს. ბიჭი ყიჟინას ცემდა და მათრახს სულ უფრო და უფრო გამეტებით ურტყამდა. ბოლოს ცხენი ისე შეშინდა, კანკალი დააწყებინა. აღარც ნესტოებს ბერავდა, აღარც თვალებს აბრიალებდა და აღარც ტორებს იქნევდა. გაქცევას ვინ იტყვის, ჩორთით სიარულიც კი ვეღარ გაბედა. 10 წლის იაფოსავით დინჯად აიარ-ჩაიარა თემშარა და ეზოშიც თავდახრილი და მოთვინიერებული შევიდა. ბიჭმა ერთხელ კიდევ გადაჰკრა მათრახი, გადმოხტა და სადავე ქოსას მიუგდო. აჰა შენი სანაკებო ცხენი, ჩაიბარე და შენი ლამაზი გოგო გამომიყვანე. უთხრა ქოსას. რაღა ეთქმოდა ქოსას, გამოუყვანა თავისი მზეთუნახავი გოგო და მისცა. ბიჭმა წამოიყვანა გოგო, გამოირეკა თავისი ხარებიც, გადაიხადა კარგი ქორწილი და დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ. ჭირი იქ ალხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.